გამარჯობათ, მე თამარი მქვია და დღეს ვისაუბრებ დაავადებაზე, რასაც მაღალი წნევა ქვია. ასე რომ დავიწყოთ. არსებობს დაავადება, რომელსაც ჩუმ-მკვლელს ეძახიან. არა კინოში, არა მეტაფორულად, ეს სამედიცინო ტერმინია. მაღალი წნევა, ანუ ჰიპერტენზია, წლების, ზოგჯერ 10 წლეულების განმავლობაში ვითარდება სხეულში ყოველგვარი სიმპტომის გარეშე და სწორედ იმ მომენტში ჩნდება, სადაც სიმპტომები უკვე გვიანია. ინსულტი, გულის შეტევა, თირკმლის უკმარისობა. ეს არ ხდება ერთ ცუდ დღეს, ეს ხდება 10 წლეულის დაგროვების შედეგად და ის დაგროვება ჩუმად მიდის. ეს ვიდეო ბოლომდე ნახე, რადგან შუაში ვიტყვი ისეთ რამეს, რაც ყველაზე ხშირ გამოტოვებულ ფაქტია, ისეთ რამეს, რაც ექიმებმაც კი ხშირად არ გეუბნებიან პირველ ვიზიტზე. დავიწყოთ საფუძვლიდან, რადგან ამ თემაზე ძალიან ბევრი ნახევრად სიმართლეა გავრცელებული. წნევა ორი რიცხვია, ზედა სისტოლური, ეს არის ის ძალა, რომლითაც გული სისხლს სტუმბავს. ქვედა დიასტოლური, ეს არის ის წნევა, რომელიც სისხლძარღვებში რჩება გულის დასვენების მომენტში. ნორმა, რომელიც მიღებულია თანამედროვე მედიცინაში, არის 1-2-0-8-0-ზე ქვემოთ. 1-3-0-8-დან 1-3-9-8-9-მდე ეს უკვე პირველი სტადიის ჰიპერტენზიაა. 1-4-0-9-0 და ზემოთ მეორე სტადია. 1-8-0-1-2-0 ჰიპერტენზიული კრიზი, სადაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება. მაგრამ ეს ციფრები მხოლოდ ერთი გაზომვა არ არის. ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტი გაუგებრობა იწყება. ბევრი ადამიანი ექიმთან მიდის, ერთხელ ზომავს, ხედავს მაღალ ციფრს, პანიკაში ვარდება და ამ პანიკით წნევა კიდევ უფრო მაღლა ადის. ამ ფენომენს თეთრი ხალათის ჰიპერტენზია ეწოდება. ადამიანების 2-0%-მდე მხოლოდ სამედიცინო გარემოში ავლენს მაღალ წნევას, სახლში კი მათი ინდიკატორები ნორმაშია. პირიქითაც ხდება ნიღბიანი ჰიპერტენზია, სახლში მაღალია, ექიმთან ნორმაში. ამიტომ ერთი გაზომვა არ კმარა. სპეციალისტები ამბობენ, რომ დიაგნოზისთვის საჭიროა სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა დროს, სულ მცირე 2-3 გაზომვა. ეს ზოგს ერთ კვირას სჭირდება, ზოგს მეც. ახლა ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე ნაკრებ ლაპარაკობენ, რატომ ადის წნევა. ოფიციალური მედიცინა პირველ ადგილზე ყოველთვის ამბობს მარილს. მარილი ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ეს სურათის მხოლოდ ნაწილია და ამ ფოკუსმა მილიონობით ადამიანი შეცდომაში შეიყვანა. ადამიანი ამცირებს მარილს, 2 კვირაში ვერ ხედავს სერიოზულ ცვლილებას და ფიქრობს, ჩემ შემთხვევაში ეს ვერ მუშაობს. სინამდვილეში მარილის გავლენა ძლიერია, მაგრამ ის ყოველ ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს. არსებობს მარილ-სენსიტიური ადამიანები, ვისთვისაც ნატრიუმის შემცირება 1-0 რანგი 1-2 მმღ-ით ამცირებს წნევას და არსებობს ადამიანები, ვისთვისაც ეს ეფექტი გაცილებით მცირეა. ეს გენეტიკაა. ახლა ის ფაქტორები, რომლებიც ნაკლებად ნახსენებია. პირველი, წილი. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევებმა დაადასტურა, რომ 6 საათზე ნაკლები წილი ჰიპერტენზიის რისკს 2-0 რანგი 3-2%-ით ზრდის. ძილის დროს სხეული ნორმალურ მდგომარეობაში ამცირებს წნევას, ეს პროცესი ეწოდება nocturnal dipping. ადამიანებს, ვისაც ეს პროცესი დარღვეული აქვს, ღამეც მაღალი წნევა უჭირავს და ეს განსაკუთრებით სახიფათოა გულ-სისხლძარღვოვანი სისტემისთვის, რადგან ის დასვენებისა და აღდგენის ფაზა ვერ ხდება. ბევრი ჰიპერტენზიით დამდგარი ადამიანი ძილს სერიოზულად არ იღებს, ფიქრობს, ეს ცალკე პრობლემაა. ეს ცალკე პრობლემა არ არის. მეორე ნაკლებ ნახსენები ფაქტორი, შაქარი. კვლევები ცხადყოფს, რომ გადამუშავებული შაქარი, განსაკუთრებით ფრუქტოზა, ის, რაც გაზიანი სასმელებში, ხილის წვენებში, პაკეტურ საკვებშია, სისხლძარღვების ეპითელიუმს, ანუ შიდა კედელს, მნიშვნელოვნად აზიანებს. ეს კედელი ვიწროვდება, კარგავს ელასტიურობას და ის კარგავს ნიტრიკ ოქსიდის გამომუშავების უნარს, რომელიც სისხლძარღვების მოდუნებისთვის გადამწყვეტია. ანუ, ადამიანი, რომელიც ნარჩუნებს ცოტა მარილს, მაგრამ ყოველდღე სვავს ტკბილ სასმელებს, ნახევარ ბრძოლას ატარებს. სისტემა ორივეს საჭიროებს.
მესამე ფაქტორი – მუდმივი დაბალი დონის სტრესი. ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე ბევრი ადამიანი გამოტოვებს. ყველა ვიცით, რომ სტრესი ცუდია წნევისთვის. მაგრამ ხალხის უმეტესობა ფიქრობს, ეს ეხება მხოლოდ მწვავე სტრესს, ჩხუბს, სახიფათო სიტუაციას, დიდ შოკს. სინამდვილეში ყველაზე სახიფათო არის ქრონიკული ფონური სტრესი, ფინანსური შფოთი, ურთიერთობის ძაბვა, სამსახურის გაურკვევლობა, ყოველდღიური მიკროკონფლიქტები. ეს ფონი სხეულში ქმნის კორტიზოლის ამაღლებულ ბაზალ დონეს. კორტიზოლი კი პირდაპირ მოქმედებს სისხლძარღვების ტონუსზე. ადამიანი, რომელიც ამ ფონს ვეჩვიე, ეს ნორმაა ჩიმთვის ამბობს, სინამდვილეში ამ ფონის ქვეშ წლების განმავლობაში სისხლძარღვებს ახდებს. მეოთხე, სედენტარული ცხოვრება. ეს ყველამ ვიცით, მაგრამ კონკრეტული მექანიზმი ნაკლებ ვიცით. სხეული, რომელსაც ფიზიკური დატვირთვა არ ეძლევა, ვეღარ ახდენს სისხლძარღვების ოპტიმიზაციას. გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ისევე როგორც კუნთი, ვარჯიშს საჭიროებს. ამ ვარჯიშის გარეშე გული ეჩვევა ნაკლებ ეფექტური ნიმუშით მუშაობას. სისხლძარღვები კარგავენ ელასტიურობას და სისხლის ტუმვა სულ მეტ ძალისხმევას მოითხოვს. კვლევები ამბობს, რომ კვირაში 1-5-0 წუთი ზომიერი ინტენსივობის ვარჯიში, ეს ბანაობა, სიარული, ველოსიპედი, წნევას საშუალოდ 5 ARANG 8 mmHg-ით ამცირებს. ეს ციფრი ზოგიერთი მედიკამენტის ეფექტს ეტოლება. ახლა ის ნაწილი, რომელიც ყველაზე ნაკლებ ლაპარაკობენ და რომელსაც ბოლომდე ყურება ღირს – წამლის დილემა. ჰიპერტენზია დიაგნოსტირებული ადამიანების უდიდესი ნაწილი 3 ბანაკად იყოფა. პირველი ბანაკი, ვინც წამლებს ინიშნებს, ნებდება, ეჩვევა და ოდესმე თავს ივიწყებს, რომ ცხოვრების სტილი უნდა შეიცვალოს. მეორე ბანაკი, ვინც წამლებს უარს ამბობს, ყველაფერს ბუნებრივად ცდის და ამ ხანში თვეების ან წლების განმავლობაში სისხლძარღვები ჩუმად ზიანდება. მესამე ბანაკი, ვინც ვერ ხვდება, რომ ამ ორს შორის სწორი ბალანსია. წამლები ჰიპერტენზიის მქონე ადამიანებს, განსაკუთრებით 1-4-0-9-0-ზე ზემოთ, გადაჰყავთ სახიფათო ზონიდან, ანუ ეს ინსტრუმენტია, არა სიმარცხე. ამავდროულად, წამლები ცხოვრების სტილის ჩანაცვლება ვერ არის, ორი მიმართულება ერთად მუშაობს. ახლა სიმპტომების საკითხი. ჩუმ მკველს სიმპტომები ნამდვილად ძალიან ხშირად არ აქვს. მაგრამ ზოგჯერ ავლენ სიგნალებს, რომელსაც ადამიანები სხვა მიზეზებს მიაწერენ. თავის ტკივილი კეფის არეში, განსაკუთრებით დილით გაღვიძებისას. ხშირი ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამის საათებში. სახის სიცითლე, ხალხი მეკითხება, ვრცხვენი, ტიპის შეგრძნება, ყურებში ზუზუნი, მხედველობის მოკლე ბუნდოვანება. ამ სიმპტომების ყველაზე სახიფათო ვარიანტია ის, რომ ისინი ამ სიაში პირველ 5 ახსნად ყოველთვის სხვა რამეს ეძებს. ძილიანობა, ყავის ნაკლებობა, ამინდი, სტრესი. ეს სიმპტომები ყოველთვის წნევას არ ნიშნავს, მაგრამ წნევა ყოველთვის უნდა გამოირიცხოს. ახლა კვების ის კუთხე, რომელზეც ყველაზე ნაკლებ ლაპარაკობენ – კალიუმი. ადამიანების 9% ნატრიუმ-კალიუმის ბალანსს ხმამაღლა კი არ, მხოლოდ ნატრიუმის კუთხით ამოწმებს. სინამდვილეში, სისხლძარღვების ჯამრთელობა ამ ორის თანაფარდობაზეა დამოკიდებული. კალიუმი ნატრიუმის ეფექტს აბალანსებს. ადამიანი, ვინც საკმარის კალიუმს მიიღებს, ბევრად უფრო ეფექტურად ამუშავებს ნატრიუმს, ვიდრე ვინც მარტო ცოტა მარილს ამბობს. კალიუმით მდიდარია ბანანი, ავოკადო, ოხრახუში, ჭარხალი, ლობიო, ნუში, ბადრიჯანი. ამ საკვებების ყოველდღიური ჩართვა რაციონში, კვლევების მიხედვით 4 არანგე 5 mmH-ით ამცირებს სისტოლურ წნევას. ეს ციფრი ბევრ ადამიანს სასამართლო ზღვარიდან ნორმის კარებთან გადახავს. მაგნეზიუმი კიდევ ერთი ფაქტორია. სისხლძარღვები კუნთებივით დაჭიმვასა და მოდუნებას საჭიროებს. ამ მოდუნებისთვის მაგნეზიუმი აუცილებელია. კვლევები ამბობს, რომ მოსახლეობის 5-0 არანგე 6-0% მაგნეზიუმის სუბოპტიმალური დონეებით ცხოვრობს, ანუ ანალიზები ნორმაში ჩანს, მაგრამ ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის საკმარისი არ არის. ყველაზე კარგი წყაროები – მუქი ფოთლოვანი, თხილეული, კაკაო, ოსპი, კვიტელი. ეს ყველაფერი ბუნებრივ ზღვარს ამ სისტემებში ქმნის.
ახლა ალკოჰოლი. ბევრს სმენია, რომ ღვინო სარგებლიანია გულისთვის. ეს ნახევრად სიმართლეა და ის ნახევარი, რომელიც არ ამბობენ, ყველაზე მნიშვნელოვანია. ზომიერი ალკოჰოლი, კვირაში 1 არანგე 2 ჭიქა წითელი ღვინო, ზოგიერთ კვლევაში მართლაც ასოცირდება გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის ზოგიერთ სარგებელთან. მაგრამ ეს ეფექტი ვრცელდება მხოლოდ ამ ძალიან ვიწრო ფარგლებში. ყოველ დღე 2 RANG 3 ჭიქა, მაშინაც კი თუ ეს ნორმა გეჩვენება, ჰიპერტენზიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კატალიზატორია. ალკოჰოლი სიმპათიკური ნერვული სისტემის გააქტიურებას იწვევს, ანუ სხეულს სტრეს რეჟიმში აყენებს. ეს ეფექტი ღამე გრძელდება, ძილის ხარისხს ამცირებს და ღამის ნოქტურნალ დიფინგს არღვევს. ადამიანი, ვინც ყოველ საღამო ნორმალური რაოდენობით სვამს, ყოველ ღამე წნევის ამაღლებული ციკლით ატარებს ძილს. ახლა სხვადასხვა ჯგუფებზე ცალ-ცალკე ვისაუბრებ. ახალგაზრდები 20-25-35 წლის ადამიანები ჰიპერტენზიას მოხუცების პრობლემად თვლიან. ეს ყველაზე სახიფათო შეცდომაა. ბოლო 10 წლეულში ახალგაზრდებში ჰიპერტენზიის გავრცელება მნიშვნელოვნად გაიზარდა. სტრესი, სედენტარული ცხოვრება, გადამუშავებული საკვები, ძილის ნაკლებობა, ეკრანების ზეგავლენა, ეს ფაქტორები ახალგაზრდა სხეულშიც მუშაობს. ახლა გაზომე მაშინ, სანამ მდგომარეობა ჩუმად ვითარდება. ქალები კიდევ ერთი ჯგუფია. მენოპაუზამდე ესტროგენი გარკვეულ დამცველ როლს ასრულებს სისხლძარღვებში. მენოპაუზის შემდეგ ეს ეფექტი ქრება და ქალებში ჰიპერტენზიის გავრცელება სწრაფად ეტოლება და ზოგ ასაკობრივ ჯგუფში მამაკაცის ციფრებს ასწდება. ამასთანავე, ორსულობის დროს განვითარებული ჰიპერტენზია, პრეეკლამპსია, ნიშნავს, რომ ამ ქალს სიცოცხლეში ჰიპერტენზიის განვითარების მომეტებული რისკი ექნება. ეს ფაქტი ექიმებმა ხშირად არ ხსენება ამ ეტაპის შემდეგ. ეთნიკური ფაქტორი. გამოკვლევები ადასტურებს, რომ გარკვეული ეთნიკური ჯგუფები, განსაკუთრებით სუბსაჰარული წარმოშობის, გენეტიკურად ჰიპერტენზიისადმი მეტ სენსიტიურობას ავლენს. ეს რასიზმი არ არის, ეს გენეტიკური ადაპტაციაა, რომელიც კლიმატური და ისტორიული ფაქტორებთანაა დაკავშირებული. ამ ჯგუფებისთვის ადრეული სკრინინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ახლა ის, რაც ყველაზე ხშირ კითხვაა და რომელზეც ყველაზე ბუნდოვანი პასუხი მოდის. შემიძლია განვიკურნო ჰიპერტენზიისგან? პასუხი. განკურნება სიტყვა ყოველთვის ყველაზე ზუსტი არ არის. არსებობს ადამიანები, ვინც ძალიან ადრე, გადასასვლელ ზღვარზე, ცხოვრების სტილის სრული ცვლილებით გაზომვებს ნორმაში აბრუნებს. ეს ხდება. მაგრამ ეს ყოველ ადამიანს არ ხდება. ადამიანების ნაწილისთვის ჰიპერტენზია ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც კონტროლს, არა განკურნებას საჭიროებს. კონტროლი კი ნიშნავს სწორ ინსტრუმენტების გამოყენებას, ასე ვთქვათ, ცხოვრების სტილი, საჭიროების შემთხვევაში წამლები და ყოველდღიური შედეგების მონიტორინგი. ეს ვერ მოვრჩი არ ნიშნავს, ეს ნიშნავს ვმართავ, ისევე როგორც ადამიანები მართავენ ათასობით სხვა ქრონიკულ მდგომარეობას წარმატებით. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ახლა ამ ვიდეოს ყურების შემდეგ შეიძლება გადადგა. ბოლოს, როდის გაზომე წნევა? არა ოდესღაც ან ექიმთან, ახლახან. სახლის ტონომეტრი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ინსტრუმენტია, რომელიც შეიძლება გქონდეს. ის იაფი, ხელმისაწვდომია და ის ინფორმაცია, რომელსაც ყოველ დილა 5 წუთში გაძლევს, 10 ყოველწლიური ვიზიტის ინფორმაციაზე ღირებულია. ზომე ყოველ დილა ადგომიდან 1-0 RN, 1-5 წუთის შემდეგ, ჯდომის პოზიციაში, ჩვენი ხუმრობა ჭამის ყვირილის გარეშე. ჩაწერე ეს ციფრები. 2 კვირის შემდეგ შენ გექნება ნახევარი ანამნეზი, რომელიც ექიმს ყველაზე ფასეულ სურათს მოუხაზავს. ეს პატარა ქმედება ყოველ დღე ათობით წელს ამატებს ცხოვრებას. ეს გადაჭარბება არ არის, ეს სტატისტიკაა.